ნაციონალური მოძრაობა ვიდეო კომპრომატებით ომს განაგრძობს სწორედ მაშინ, როცა გავრცელდა ინფორმაცია ბაქოში ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ, ნაციონალები ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგს მართავდნენ. ბრიფინგის 3 საათზე გოგა ხაჩიძემ სოციალური ქსელით დააანონსა. მათ ვიდეო კადრები გაასაჯაროვეს, რომელშიც ჩანს ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის საარჩევნო უბანი, სადაც კომისიის წევრი იყო ქართული ოცნების მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა. ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით ვიდეოში ჩანს თუ როგორ ახდენს ის ზეწოლას ამომრჩეველზე და აიძულებს აჩვენონ ის ბიულეტენები, სადაც მისთვის სასურველი კანდიდატია შემოხაზული. რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგი დასრულდა ქართულ ოცნებაშიც, თუმცა ამ ბრალდებაზე, ნაციონალების ამ ბრალდებაზე ქართულ ოცნებაში არ უპასუხიათ. ორივე ბრიფინგს ნაციონალების და ქართული ოცნების ჩვენი კორესპონდენტი ქეთი ხიდიშელი ესწრებოდა, სწორედ მისგან შევიტყობთ, რას ეხებოდა ქართული ოცნების ბრიფინგი თავდაპირველად. ნანა, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის პრესპიკერის ბრიფინგი შეეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დაეკავეს აზერბაიჯანის საზღვარზე. გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა კვლავ დესტრუქციული მეთოდებით ცდილობს მიზნის მიღწევას. ჩვენ გიორგი გეგეჭკორს დავუსვით შეკითხვა გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, როგორც რომელზეც ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით აღბეჭდილია მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა თუ როგორ აიძულებს კომისიის წევრებს ხმა მისცენ ქართული სასარგებლოდ. ჩვენ მივიღეთ გეგეჭკორისგან პასუხი, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება სასაცილოა. სოფელ კოკში იმყოფებოდა ჩვენი გადამღები ჯგუფი, რამდენიმე წუთის წინ მათ შეეცადნენ ჩაეწერათ მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას ნარმანიასთან კომენტარის გაკეთება არის ურვა, თუმცა საარჩევნო კომისიის წევრებმა განაცხადებს, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ თვითონ ნორამ ნარმანია ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა. ამომრჩეველზე ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ეს განცხადებები. მთელი დღის განმავლობაში რაიმე ექსეს ადგილი არ ქონია და ზეწოლას ამომრჩევლებზე კომისიის წევრების მხრიდან ადგილი არ ქონია. გინდა თუ არა ეს შემოხაზე, თუ ვინ ეუბნებოდა ვინმეს. მე ეს არ დამინახავს. დღის მეორე ნახევარში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც როგორც თვითონ ამბობენ, გამოსახულია დავით ნარმანიას დედა, რომელიც არის ზუგდიდის ნომერ 97 საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიის წევრი. ვიდეო მასალაში, როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, ისმის ხმა თუ როგორ აძალებს კომისიის სხვა წევრებს გააკეთოს არჩევანი ქართული ოცნების სასარგებლოდ და ასევე ჩანს თუ როგორ უმოწმებს საარჩევნო ბიულეტენის ამომრჩეველს და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს მათ საშუალებას, რომ ჩააგდოს ყუთში ეს ბიულეტენი. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა განცხადება. ამ უბანზე უბნის კომისიის წევრად იყო ქალბატონი ნორა, ბატონი დავითის დედა და კადრები, რომლის გადაღება დამკვირვებლებმა მოახერხეს არჩევნების დღეს, ნათლად აჩვენებს თუ როგორ ახდენს იგი ზეწოლას ამომრჩეველზე და აიძულებს ამომრჩევლებს, რომ მათ უჩვენონ ის ბიულეტენები, სადაც ქალბატონი ნორასთვის სასურველი ნომერი არის შემოხაზული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით. მადლობა ქეთი ხიდიშელი, გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ქართული ოცნების ოფისიდან. ჩვენ